წირვიდან გამოიყვანეს მე მგონი მამაო და რას ერჩოდეთ არ ვიცი. როდის მოხდა ეს? არ ვიცი 2 კვირის წინ. 2 კვირის წინ თბილისში ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვრს მრევლის ნაწილი ეკლესიის ეზოში დაუპირისპირდა. ჭუბის მიზეზი მაშინ მორწმუნეების უმრავლესობისთვის უცნობი იყო. თუმცა შაბათის ეთერისთვის ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებას წინ მძიმე ბრალდებები უძღოდა. ეზოში რაც იყო ჭუბი მის მერე არაფერი არ ვიცი, გამოვედი და ჭუბობდნენ. რისთვის ეჭუბებოდნენ მე არ ჭუბა ხო? არ ვიცი ახლა იქ მრავალი იყო და ერთი წუთით გამოვედი მე სასანთლიდან. მივდივარ. მამაოს ცემეს? ვინ? მამაოს ცემეს? მე ეგეთი არაფერი მინახია, ვინ თქვა ეგ? წყაროს ინფორმაციით სასულიერო პირს არასრულწლოვნები სექსუალურ შევიწროებასა და გარყვნილი ქმედების ჩადენაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით ყველა შემთხვევა ტაძრის საკურთხეველში მოხდა. ბავშვებმა კი ამის შესახებ მშობლებს უამბეს. 16 წელი აქ ვარ, არაფერს დაუშავები, ახლა დააშავა მამაო? პედოფილიაში სდებენ ბრალს. ქალი პირობითი სახელით დალი ეკლესიაში მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველია. ის ამ ტაძარში უკვე წლებია მსახურობს. მესანთლე გვიყვება, რომ ინციდენტის დღეს სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა, როცა ყვირილი გაიგო. მე ვიყავი აი ამ და რომ ყვიროდნენ არა ჩემი მეგობრები გავედი. რამდენი ხნით უნდა გავსულიყავი რომ მე ყველაფერი მომესმინა. რას ყვიროდნენ? არ ვიცოდი, გენაცვალე რაზე იყო ლაპარაკი საერთოდ. საერთოდ არ ვიცოდი რაზე იყო ლაპარაკი. ჩემი მეგობრები შემოვარდნენ აქ და რაო და რატო მეთქი რა მოხდა მეთქი და მამაოს ეჭუბებიანო და არ გავიდოდი გარეთ? თქვენ რო იყოთ არ გახვიდოდი თქვენი მამაოსთვის? ინფორმირებული პირი კონფიდენციალობის დაცვის პირობით გვიყვება, რომ ერთ-ერთი მშობლისთვის სავარაუდო დანაშაულის შესახებ შემთხვევით გახდა ცნობილი. მოზარდმა ეკლესიაში ლოცვაზე წასვლაზე უარი თქვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მშობლებს განუცხადა, რომ მისი სულიერი მოძღვარი საკურთხეველში არასათანადოდ იქცეოდა. აი ამ ტაძრის წინამძღვარს ძალიან მძიმე ბრალდებას უყენებენ. მე რატომ მეკითხებით? მე მოვედი საჩივარს. ბავშვებს, ბიჭებს შარველში უყოფს ხელს. რა უბედურება არის? ვინც არ ვიცი შემოგევლეს. ანდა ეგეთი რამე ადამიანს რომ სდომებოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს ჩემი მამაო მაგას 100 წელი არ იკადრებს და ის აქვთ გადაღებული რამე ვიდეო როგორც მე მიღებთ ახლა? არ ვიცი ვის რა აქვს გადაღებული, მაგრამ სტიქაროსნები საუბრობენ, სტიქაროსნები საუბრობენ, ქალბატონო, მისმენთ? ეს არაფერი მე არ ვიცი. წყაროს ცნობით, შვილისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ დედამ სხვა მშობლებთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ გაირკვა, რომ სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის შესაძლოა ერთზე მეტი არასრულწლოვანი იყოს. ბოლო პერიოდში მრევლი ვეღარ ხედავს სტიქაროსნებს და საწავიდნენ ეს სტიქაროსნები ხო ვერ მეტყვით? იმ ჭუბის მერე არ მოვიდნენ და კაცო რა ვქნათ ახლა ჩვენ თუ არ მოვიდნენ? ინფორმირებული პირების თქმით, შობის მსახურება მღვდელმა მარტო ჩაატარა. მრევლის ნაწილი ტაძარში არც სტიქაროსნებს უშვებს და არც ბავშვებს. სკანდალში გახვეული სასულიერო პირი შაბათის ეთერს ემალება. მესანთლესთან ინტერვიუს წერდით, როცა მან ტაძრის მსახურს დაურეკა. მღვდელს აინტერესებდა, რა სახის ინფორმაცია ჰქონდათ ჟურნალისტებს. რა ვიცი კაცო მოვიდნენ აქ მომაკითხეს ის ამ საქმეზეო იმ საქმეზეო მელაპარაკებიან და უხსნი მამაო რა ვიცი მე რა ვიცი და ის ჭუბი როგორ იყო რა მოხდა საკურთხეველში მეთქი საკურთხეველში მე არასოდეს უფლება არა გვაქვს მეთქი ჩვენ ქალებს შესვლის მეთქი და მე სასანთლეში ვარ მეთქი ხო მე რა ვიცი კაცო ამ საქმისა და არც ვიცი და ვუკითხავ ვეუბნები არაფერი არ ვიცი და მიღებენ სურათს გადამიღონ მამაო სურათი რა მაგით რა მე რა მაგით დიახ მამაო დიახ დამოლაპარაკეთ შეიძლება ალო მამაო შეიძლება ერთი წუთით გათიშა სასულიერო პირმა, როგორც კი შეიტყო, რომ მისი და ეკლესიის მსახურის საუბარი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა, ტელეფონი გათიშა. თბილისის ერთ-ერთი ტაძრის მესანთლის ინფორმაციით, ჯერ ამ ტერიტორიაზე პოლიცია არ მისულა. ტაძარში კამერაა? კი ბატონო არის. საკურთხეველშიც არის კამერა? პოლიცია იყო მოსული?
სად? თქვენს ტაძარში. ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება. არა გენაცვალე. არავინ არ მოსულა. არავინ არ მოსულა, საიდან მიკითხებით? არა, ჩემთან არავინ არ მოსულა და სხვასთან თუ მივიდა მე. ეს კამერები სულ ჩართულია? აბა არ ვიცი, მე კაცო აყენებდნენ კამერებს და არის თუ არა დაყენებული, არ ვიცი, ერთი თვის წინ აყენებდნენ კამერებს, 3 კვირის წინ. 3 კვირის წინ. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა ძალოვანი უწყების თანამშრომლის სრულწლოვანი ოჯახის წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ტაძარში მივარდა. მათი გაშველება ეკლესიაში შეკრებილებმა შეძლეს, თუმცა ირკვევა, რომ სკანდალში გახვეული მღვდელი მრევლს აღსარების გათქმით დაემუქრა. მართალია რომ მამაო აღსარების გათქმით დაიმუქრა? ქალბატონო, ნუ მეკითხები ნუ რაფერს, ეხლა უკვე ყველაფერი გიპასუხი და მეტი რა გინდათ რომ გიპასუხი? აღსარების გათქმით დაიმუქრა მამაო. ვის ინფორმაცია? ვის დაემუქრა? გენაცვალე, ვის უჯერ? მრევლი გაბრაზდა? გაბრაზდა კი არა, კაცო, ზოგიერთი ვინც არ იყო აქ, აი რომელმა თქვა, ვინ თქვა და რა თქვა და როგორ თქვა. აქ ხო საუბარი არ არის ერთ ადამიანზე. ბევრ ადამიანზე. ხო და მე რა ვიცი, შემოგევლე რამდენზეა, მე ხომ არ ვიცი და სირცხვილი მაგათი რას თქვეს, რა უნდას თქვა, აი რა უნდას თქვა. ინტერვიუს ჩაწერის დროს მესანთლესთან ხელ მეორედ რეკავს მღვდელი. ის ახლა ქალს თხოვს დააწვრილებით მოუყვეს, რა იციან ჟურნალისტებმა. ალო. ბატონო, ძალიან რაღაცნაირად არა, უბრალოდ მამა დავიძაბე, თორე მეტი რა მაქვს ახლა სხვა სამერვეულო, ბატონო. და ნატა, დიახ. ხო და იცი თუ ეს რამე საქმეები საპატრიარქოში, რა საქმეები მეთქი, კაცო, რა საქმე მეთქი და აი აქ რომ იყო თქვენთან ჩხუბები და ისაო და მე ვთხარი, ჩხუბი იყო, მე გავედი 5 წუთიც არ გავედი მეთქი, 5 წუთით გავედი, გენაცვალე მეთქი და რა მოისმენით მერეო და მეთქი, მე არაფერი არ მოვისმენი, რომ ჩხუბის ხმა იყო, იმიტომ გავედი, გავდექი და შემოვედი უკან მეთქი. აი ესე ვთხარი მამაო. აი, მიღებენ, ახლა აქ მიდგას და მიღებს. მამაო, რომ მელაპარაკოთ არ შეგიძლიათ? თქვენთან მინდა გასაუბრება, მამაო. როდის შეიძლება შეგხვდეთ? მამაო, აღარ გესმით? გათიშა. წყაროს ცნობით, მრევლმა საჩივარი დაწერა და საპატრიარქოს ჩააფარა. მორწმუნეები თბილისის ერთ-ერთი ტაძრიდან მღვდლის გაწვევას მოითხოვენ. ეს დღეები ჩვენ არ დადებები ქონდა და შეიძლება შემოვიდა, მაგრამ მე ჯერ არ გავსულვარ სამსახურში და არ ვიცი. მამაო, ზნეობრივი კომისია როდის უნდა შეიკრიბოს? აი შემდეგი სხდომა როდის იქნება? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? ეს არ არის განსაზღვრული ესე თარიღებით, რომის პროდუსაც გება ამისი აუცილებლობა მაშინ იქრებოდა. ზნეობრივ კომისიას მოსაყდრე შიო მუჯირი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში არიან თეოდორე ჭუაძე, ლონგინოს სუარიშვილი, ანდრია გვაზავა, მიქაელ ბოტკოველი და ანდრია ჯაღმაიცე. კომისია როგორც წესი საჩივრებს აგროვებს და შემდეგ მათ ერთობლივად განიხილავს. დიდი ალბათობით მღვდელს და მრევლს საპატრიარქოში მისვლა თებერვლის ბოლოს მოუწევს. შემდეგაც უნდა დაველაპარაკოთ იმ ადამიანებსაც, ვინც საჩივარი შემოიტანა, უნდა მოხდეს რაღაც თვისებულებების საკმარისი რაოდენობის შეგროვება იმისათვის, რომ ახლა ერთმა ადამიანმა რომ თქვას, შეიძლება ის მოტივირებული იყოს და მისი ასე ვთქვათ საჩივარი არ აღგვერდეს საკმარისი ამისათვის. საჩივრო გახდეს სხვა მოწმეების მოძიებაც, ან ყოველ შემთხვევაში იგივე ბრალის გამეორებას ხისგანაც. პროცედურულად როგორც ხდება სასამართლო დაახლოებით ასეთი წესით. თუ საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია დაადგენს, რომ ბრალდებების შესახებ ინფორმაცია უტყუარია, მაშინ მოსაყდრე შიოს და საპატრიარქოს კომისიას მოუწევს სასულიერო პირს მსახურება შეუჩეროს და შემდეგ მასალები რეაგირებისთვის პოლიციას გადაუგზავნოს. არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია თქვა ზოგადად, საკუთრებაში ვარ ძალიან კაცრი. კაცრი რა, მომთხოვნი ვარ უფრო. და ვის რაღაც არის ამან არის, თუმცა ამ ბრალდებებზე იმაზე როგორც ვიცი, საპატრიარქოშიც საქმის კურსი არიან, ხო? კომენტარს მეტი ვერ გავაკეთებ, იმიტომ რაც არ ვიცი, იმაზე ვერ ვიტყვი და დანარჩენს მე უკვე ალბათ საპატრიარქოს პრეს-ცენტრი მე უკვე თავის განცხადებას გააკეთებს. სკანდალში გახვეულ სასულიერო პირს შაბათს შუადღის ლოცვის დაწყებამდე ტაძრის ეზოში ვხვდებით.
რამდენი ადამიანი გიყენებთ ბრალდებას, მამაო? მე საიდან უნდა ვიცოდე? ეს ნამდვილად არ ვიცი. საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი ალბათ სროლობის დროს გამოჩნდება და ამ ყველაფერზე გაეცემა სათანადო პასუხი. რეპორტაჟში მღვდლის ხმა შეცვლილია. გამოსახულება დაფარული. ჩვენ არ ვამბობთ არც იმ ტაძარს, სადაც სასულიერო პირი მსახურობს. შაბათის ეთერთან ინტერვიუში მღვდელი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. მას ცილს წამებენ და ამის უკან ის მოქალაქეები დგანან, ვინც ახლა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. ადამიანები არიან მრევლი, წლებია, 17 წლის მრევლია, ასე რომ გუშინდელი მოსულები ცოტა არ იყოს წყალს ამურვენ, მაგრამ არ აქვს, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამ ინტერვიუს შემდეგ სასულიერო პირი მესანთლის ოთახში შედის. იქ მას რამდენიმე მხარდამჭერი ელოდება. ეს არის ცილის წამება. ეს არის ისეთი სისულელე, მაგრამ კიდევ განუმეორდები, რომ ქრისტიან ადამიანს არ უყვირს ცილის წამება. უნდა ეშინოდეს იმ ადამიანს, ვინც ეს გააჟღერა. უნდა ეშინოდეს აუცილებლად. არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარკვეული ქმედებების შესახებ. ათობით ოპერატიული ცნობაა შენახული სუსის კრებსებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტები წლების განმავლობაში ისმენდნენ, იღებდნენ და აარქივებდნენ სისხლის სამართლის დანაშაულებების შესახებ ცნობებს, თუმცა სახელმწიფოს გარკვეულ ქმედებებში მხილებული სასულიერო პირების შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით 2014 წელს აცნობა, რომ საკუთარ სადარბაზოში გაიცნო 15 წლის სიმპათიური ლამაზი ბიჭუნა. მან თავაზა ამ ბიჭის მონასტერში აყვანა, ცოტა ხნით დატოვება და კელიაში დაბმა, ხოლო ბავშვის მშობლებთან პრობლემებს თავად მოაგვარებდა. დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას. მღვდლების მსხვერპლი, მხოლოდ მრევლი და ეკლესიის მსახური პირები არ ყოფილან. სუსის კრებსებით დგინდება, რომ თბილისში სასულიერო პირებს კავშირი ჰქონდათ სოციალურად დაუცველ და მოწყვლად პირებთან. მათ შორის იყვნენ ბოშა ბავშვები. დაფიქსირებულია სატელეფონო საუბრები თავის პარტნიორთან, რომელშიც განიხილავენ სხვადასხვა პირებთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან, ეგრეთ წოდებულ ბოშა ბავშვებთან სექსუალური კავშირის დამყარების შესაძლებლობას. ასევე ამჟღავნებს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. მიმდინარე წლის 15 თებერვალს ჩვენს მიერ წინასწარ შერჩეულ და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ ბინაში ერთმანეთს შეხვდნენ ტაძრის სტიქაროსნები. ოპერატიულ-ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაფიქსირებული იქნა ზემოთხსენებულ პირებს შორის არატრადიციული და გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის ამსახველი რამოდენიმე აქტი. 2016 წლის 11 იანვარს სუსის აგენტის მიერ შედგენილი ოპერატიული დოსიეს მიხედვით თბილისის ერთ-ერთი ცნობილი ტაძრის მღვდელი არასრულწლოვან ბიჭებთან ერთჯერად ინტიმურ ურთიერთობებს მის სახლში ამყარებს. საეკლესიო წრეებში ცნობილია მეტსახელით. ამჟამად ინტიმური კავშირი გააჩნია შემჩნეულია არასრულწლოვან ბიჭებთან ერთჯერად ინტიმურ ურთიერთობებში. ახასიათებს მიდრეკილებას სადიზმისა და მაზოხიზმისადმი. ახალი პარტნიორების გაცნობაში ხელს უწყობენ მისი ძველი პარტნიორები. სასულიერო პირების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების შესახებ მოგროვებულ ინფორმაციას ხელისუფლება და სპეცსამსახურები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. სისხლის სამართლის დანაშაულზე თვალს ხუჭავდნენ და მღვდლებს აიძულებდნენ სუსთან ეთანამშრომლად. შეინიშნებოდა ინტიმური კავშირის დამყარების სურვილში არასრულწლოვანთან. ეპისკოპოსი დასავლეთ საქართველოდან შიფრის ნომერი 5. ინტიმური კავშირი აქვს ამავე ეპარქიის მონაზონთან. ეპისკოპოსი აღმოსავლეთ საქართველოდან წარსულში ინტიმური კავშირი ჰქონდა მოქალაქესთან, რომელსაც გააკეთებინა აბორტი. მიუხედავად იმისა, რომ ქალი დაოჯახდა, ეპისკოპოსი კვლავ ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს. სუსის ფაილებით და საჯარო წყაროებით დგინდება, არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირს მღვდლები ძალის გამოყენებით ამყარებდნენ. ეს დანაშაულია, თუმცა არც ერთი ფაქტის გამოძიების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.